დილან მშვიდობისა, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. დღეს ჩემი დილა დაიწყო თბილისის ყინულის არენაზე. ძალიან სასიხარულო და საამაყო ამბები არის ყინულის ჰოკეის დარგში. მე მინდა ჩვენს ტელემაყურებელს შევახსენო, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები სულ მალე, სულ რამდენიმე დღეში პირველ შეხვედრას გამართავს მსოფლიოს მეორე დივიზიონის B ჯგუფში. ჩემთან ერთად არის ბატონი ზაქარია ხეჩუაშვილი, ყინულის ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტი. დილო მშვიდობისა, ბატონო ზაქარია, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. პირველ რიგში რომ მოუყვეთ ჩვენს ტელემაყურებელს, როგორი იყო განვითარების ეტაპები, სანამ საქართველოს ეროვნული ნაკრები მივიდოდა ამ მართლაც საოცარ დღემდე და პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ და მივილოცოთ მთელ საქართველოს ამხელა წარმატება ამ დარგში. მოგვიყევით, როგორ ვითარდებოდა, როგორ მოვედით აქამდე ამ დღემდე. პირველ რიგში დიდი მადლობა სტუმრობისთვის ჩვენს ახალ ყინულის არენაზე. რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან რთული გზა, რომელიც დაახლოებით ბოლო 15 წლის პერიოდში გრძელდებოდა, რაც დავიწყეთ ენთუზიაზმით, საზღვარგარეთ მომზადებებით ძირითადად ნაკრების, რომელიც ეტაპობრივად ვითარდებოდა და ეტაპობრივად ხდებოდა განვითარება. ამიტომ ეს საკმაოდ რთული გზა იყო, საკმაოდ შრომატევადი და მე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ წლების განმავლობაში ჩართული იყო ამ პროცესში. როგორია გუნდის მომზადების პროცესი მეორე დივიზიონის B ჯგუფში სათამაშოდ? რა პროცესებს გადის გუნდი დღეს? თქვენ ეხაც უყურებთ ესტრებით ვარჯიშს, დღეში ორი ვარჯიშია ყინულზე, გარდა ამისა ისინი გადიან რა თქმა უნდა ფიზიკურ მომზადებას, ფსიქოლოგიურ მომზადებასაც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია და შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენი შემადგენლობა არის იდეალური და გუნდი აბსოლუტურად მზად არის ამ შეჯიბრისთვის. ჩვენს მაყურებელს რომ მოუყვეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ საერთაშორისო ტურნირებზე ჩვენი ბიჭების მონაწილეობა და რამდენად აისახება მათ როგორც პროფესიულ, ასევე პერსონალურ განვითარებაში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნაკრებისთვის ასეთ საერთაშორისო ღონისძიებებს. ჩვენ გარკვეული პრობლემები ბჭყალებში გვაქვს, იმიტომ ჩვენ სამეზობლოში, ჩვენ სამწუხაროდ ვერ ვახერხებთ სათანადო დონეზე თამაშს, იმიტომ ჩვენი გუნდი დღევანდელი კლასიფიკაციით გაცილებით ძლიერია და გაცილებით მაღალ საფეხურზე დგას. რა თქმა უნდა, მსოფლიო ჩემპიონატია დივიზიონების მიუხედავად და ჩვენ იცით, რომ წელს გეგმა გვაქვს, რომ გავიმარჯვოთ და გადავინაცვლოთ ზედა ჯგუფში. და ახლა მინდა რომ გავესაუბრო ჩვენი ნაკრების ერთ-ერთ მოთამაშეს, რატი გრძელიშვილი, რატი დილო მშვიდობისა. მოგვიყევი ტურნირის შესახებ, როგორ ხდება მომზადება და როგორ განწყობით ხართ, რა მიზნები გაქვთ ამ ჩემპიონატთან დაკავშირებით. პირველ რიგში მეც მოგესალმებით, მოხარული ვარ, რომ საქართველოში ტარდება ეს ინტენსიური შეხვედრები, ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები არის ფოქსერთან ჩავასული. ჩვენ დიდი მოლოდინები გვაქვს, ამ დროს ვსვართ მეორე დივიზიონში, B ჯგუფში და შეგვიძლია გადავიდეთ და დავწინაურდეთ H ჯგუფში. ძნელი კი არის, მაგრამ ახალი ზელანდიას უნდა მოვუგოთ აუცილებლად არჩევი გუნდებთან, შესაძლებელია მოტივირებული ვფიქრობ. ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებთ, მადლობა რომ მიყავით ჩვენი დილის სტუმარი. ჩვენ კი გადაგვჩენია, რომ ძალიან ბევრი წარმატება ვუსურვოთ ყინულის ჰოკეის ეროვნულ ნაკრებს და დავულოცოთ გზა. ძალიან დიდი მადლობა რომ მიყავით ჩვენთან ერთად. მე ხვალამდე დაგემშვიდობებით, ბედნიერ წარმატებულ და პროდუქტიულ ნახვამდის, დიდი მადლობა.